მზად ხართ? დავიწყოთ? ესე იგი, დღეს ანონსებს აღარ ვრცლად აღარ მოვყვები. ერთადერთი რაც მინდა რომ გითხრათ, 11-ში გვექნება ორშაბათს სემინარი 8 საათზე, ალბათ ცოტა უფრო ადრე ვიდრე დღეს. და ეს იქნება უფასო სემინარი, დასწრება უფასოა, ვიზუალური ჩაკრო დიაგნოსტიკა. ანუ ჩაკრებზე იქნება, ჩვენ გვაქვს 7 ენერგეტიკული ცენტრი და რას გვაძლევს ეს ცენტრი, მათი შევსება და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო თემა არის. იცით ალბათ გაგიგონიათ ეს ჩაკრები და რა არის ეს ჩაკრები, რას განაგებს, რა არის მათზე დამოკიდებული და ასე შემდეგ. გამოვrთავ ახლა მე ტელეფონს. იოგაზე დავდივარ, ხო, თემით უმეტეს იცი კი. გამოვrთავ Facebook-ს, რომ ხელი არ შეგვიშალოს. თქვენც კარგი, ანუ დღეს ვაკეთებთ მედიტაციას გოყვება. და ხელი რომ არავინ შეგიშალოთ, მნიშვნელოვანია, ხო? მაგრამ მეც მიხარია რომ აღარ. აჰა. კარგი. ესე იგი უყურე, მოდი ჯერ ამ ფრაზაზე ვისაუბრებ, ამ რუსიკალების ფრაზაზე. ხო? ზოგადად მამაკაცი მებრძოლია. მამაკაცი გაცილებით უფრო აგრესიულია ვიდრე ქალი. და ქალი კიდევ პირიქით უფრო ემოციების, უფრო სიყვარულის სამყაროში ცხოვრობს, ასე ვთქვათ. და როდესაც ქალი ცხოვრობს გულის არეში, მამაკაცი ქვემოთა მუცლის არეში, ხო? სექსუალური ჩაკრეს არეში. და როდესაც ქალი მამაკაცს ეწინააღმდეგება ესე გახსნილად უცხადებს წინააღმდეგობას, გახსნილად ეპაექრება, ებრძვის, ხო? რა ხდება, იცით? გამოდის რომ ჩვენი სიყვარულის არედან, ხო? ჩვენი სივრციდან გადავდივართ მის სივრცეზე, სადაც ის ბატონ პატრონია, სადაც იმან იცის ყველაფერი უფრო კარგა, ეს მისი არეალია, ასე ვთქვათ, ხო? და ამიტომ გინდა არ გინდა აგებ და აგებ განაპირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება დაამარცხო კიდეც, ხო? მაგრამ აგებ რა მხრივ, იცი, ურთიერთობებს აგებ. როდესაც აი ამ აგრესიაზე, შეჯიბრზე, პაექრობაზე, ბრძოლაზე გადადიხარ, ურთიერთობებს კარგავ, აი ამ მხრივ აგებ. თორე ისე შეიძლება დაამცირო, დაჩაგრო, გაანადგურო ადამიანი, რატომაც არა, კი, შესაძლებელია. მაგრამ აი წაგება იმაშია, რომ ურთიერთობებს კარგავ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენსაც მიაღწიო, შენი გააკეთო, მაგრამ აგრესიის და ბრძოლის გარეშე, ჭკვიანურად, ბრძნულად, ქალურად. ხო? და ესე იგი ეს ფრაზა რაში მდგომარეობს, იცით? ნათქვამი მაქვს, შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგან უკვე იცის, სხვა სემინარებზეც მიხსენებია. ესე იგი, კაცი რაღაცას გეუბნება და მით უმეტეს მისი ახლობლების, მისი, რა ვიცი, ნათესავების, მეგობრების თუ თანამშრომლების გვერდით, ხო? ის რაღაცას გეუბნება და შენ ეუბნები, აუ არა, მოდი დავრჩეთ, ან არა, ეს არ მინდა, ან არა, ეს არ შევჭამოთ, ის შევჭამოთ. აი, რაღაცა ელემენტარული საყოფაცხოვრებო. მაგრამ მაინც ესე გახსნილად რომ წინააღმდეგობას უწევ, ხო? და აი ესე ამ პატარ-პატარა არა-არაებით, ხო? მერე გროვდება დიდი უსიამოვნება. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ესე იგი, თვალებში ის რაღაცას გთავაზობს, გეუბნება და შენ თვალებში ჩახედავ ესე საყვარლად და ეუბნები. დიახ, ძვირფასო, როგორც შემიტყვი საყვარელო. ანუ რუსულად ეს უფრო ისეთ ჭრებს რაღაცნაირად. Да, дорогой, конечно, любимый, ეუბნები. ხო?
და მე შენს ასაკეთებ, ხო? ეტყვი, და дорогой, конечно, любимый. დიახ, ძირფასო, რა თქმა უნდა, როგორც შენ გინდა საყვარელო, მაგრამ მე შეგიძლია დააყოლო აი რაღაცა, ხო? აი უყურეთ, შეიძლება ძალიან ერთის მხრივ სასაცილო, მიამიტური, რაღაცნაირი ისეთი ხერხია, მაგრამ აი ძალიან ეფექტური. იცით რატო ეფექტური? აი ვიღაცა რაღაცას გეუბნება. ხო, ან შენ ვიღაცას რაღაცას ეუბნები და ის ეგრევე გაჯახებს, არა, ეს ესე არ არის, ან არა, ეს ესე არ მინდა. აი, რა ვიცი, შემომთავაზეთ ახლა ვინმე რამე ან რაღაც თქვით და ესეთ პატარა ექსპერიმენტივით გავაკეთოთ. გოგოებო, თქვენთან ისმის თუ არ ისმის, თუ მხოლოდ ლიასთან ჭედავს, თუ როგორ არის, აბა მითხარით? ეტყობა ლიასთან ინტერნეტი ჭედავს, ხო? კარგი. რამე ფრაზა მომწერეთ, თქვათ დღეს უნდა წავიდეთ იქ, ან უნდა გავაკეთოთ ეს, ან რაღაცა ეგეთი რა. ანა, გინდა და დაიწყო. მოიფიქრეთ აბა რამე ფრაზა, რომ ეს მაგალითზე ვითომ ქმარი ხარ და მეუბნები, რომ მინდა ახალი სამსახური დავიწყო, ხო? კარგი, მადლობა. და მე გეუბნები, არა, გაგიჟდი, როგორ შეიძლება? მე ამ სამსახური მე სანამ ამ ახალს იშოვი, როგორ შეიძლება? არა, ხო? არა, რაღაცა ეგეთი წინააღმდეგობა ეგრევე. და მეორე, როდესაც ადამიანი გეუბნება, მინდა ახალი სამსახური დავიწყო და კი ძვირფასო, როგორც შენი ტყი საყვარელო, მაგრამ აი ეხლა ამ პერიოდში სანამ იშოვი ამ ახალ სამსახურს, აბა რა ვქნათ ამ პერიოდში, ხო? და აი გაცილებით უფრო წყნარი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შენ სათქმელს მაინც ეუბნები და ჩააფიქრებ ადამიანს, ხო? ანუ შენი მიზანი რა არის? ის გეუბნება, რომ ეს მინდა შენი განცდები გაქვს ამასთან დაკავშირებით და გინდა რომ გააგებინო ეს შენი განცდები, ხო? და გაცილებით უფრო ადვილად, ანუ ადამიანს აი სისულელეც რომ გითხრას, მოდი თავით გადავხტეთ ფანჯრიდან. არა, არ შეიძლება, შენეუბნები. და თუმცა იცის რომ სისულელეა, მაგრამ შენ რომ არას ეუბნები, ეგრევე რაღაცა ბლოკი არის და იმას უფრო უნდება იმ ფანჯრიდან გადახტომა. სიტყვაზე, ხო? და ის რო გეტყვის, მოდი ფანჯრიდან გადავხტეთ თავით და კი საყვარელო, შენ როგორც სიტყვის ჩემო ძვირფასო, მაგრამ რომ დავიხოცებით შვილებს რა უყოდ. გამიგე. ეხლა ეს ცოტა ისეთი მაგალითია, მაგრამ ხო, აი არანაირ აგრესიას არ იწვევს. ეგრევე ცადე დედაჩემთან წერან და გაჭრა. კატო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ხო, ზოგადად ეს ფსიქოლოგიაში ცნობილი მეთოდია. ვინც გაყიდვებში მუშაობს, თქვენ იცით ალბათ, ხო, რომ აი ეს არას მიჭედება ადამიანზე. და ჩვენ კიდე რა გვაქვს, იცი? ზოგადად ბევრ ადამიანს ახასიათებს, ჩვენი ერის ხასიათშიც არის ეს, რომ რაღაცას გეუბნება ადამიანი, არა, მიაჭედო. შეიძლება შენც იგივეს ფიქრობდე და ეთანხმებოდე, მაგრამ რაღაცნაირი ეს პაექრობის იმითი, გამიგე? და ჩვენი პაექრობის სურვილი, ანუ უყურეთ საქმე რაშია, კაცი სულ პაექრობაში არის. კაცი ეპაექრება, ვინც საპაექროა ვთქვათ, იქ რაღაცა მეტოქებს და ასე შემდეგ, ხო, ბიზნესშია თუ სამსახურში. ძმაკაცებიც სულ პაექრობენ, მამას ეპაექრება კაცი, ძმას ეპაექრება. აი, ფაქტიურად მისთვის ცხოვრება არის ბრძოლა და ერთადერთი ადგილი და ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც მას შეუძლია დასვენება, ეს არის მისი ქალი. და როდესაც ეს თავისი ქალიც უწყებს პაექრობას და არასძახილს და რაღაც ის მტკიცებას და აი რომელიც ჩვენში უფრო მაგარი ტიპია, ხო, უკვე აი რაღაცნაირად აი მოსვენებას კარგავს რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს გასაგებია რომ შენ ადამიანი ხარ, შენი აზრი გაქვს, ყოველთვის როგორ შეიძლება ყველაფერში ეთანხმებოდი, ვარიანტი არ არსებობს, ხო? მაგრამ აი ღია კონფრონტაცია, რაც შეიძლება და რომ მოვიცილოთ თავი, ავიცილოთ უფრო სწორედ თავიდან, ხო? უფრო აი ესე წყნარად, ქალურად, ხო?
რას ვამბობდი წეგან, ვინც გაყიდვებში მუშაობთ, იცით ხო, რომ არ შეიძლება ესე არას მიჭედება და ეს რაღაცნაირი ესეთი ხო? პირიქით, მაქსიმალურად ადამიანი რაღაცას ამბობს, შენეუბნები. კი, ეთანხმები, მაგრამ და მე შენ აზრს ავრცელებ. გამიგეთ? მეორე კარგია დადებითად მოქმედებსო. კატო გვეკითხება. Так, ერთი რაც მაინტერესებს, ის მითხარით ტვინში ამიდულ და ფიქრით ბიჭს, რომელსაც მოწონ ხარ, მოგწონს ამას ასე თუ ის გააგრძნობინებს, ყველაფერი კარგად და იდეალურადაც რამდენიმე ნახვის მერე და მერე იგნორზე გტოვებს, რატომ? ასეთი მეორე შემთხვევა მაქვს. პირველ შემთხვევაში რამდენიმე თვის მერე უკან დაბრუნდა და ძალიან აქტიურად. ეხლა ისევ. კატო, რა არის იცი ეხლა ესე ორ სიტყვაში ძნელია რაღაცის თქმა. არ ვიცი, შეიძლება ადამიანი თვითონ არ არის გადაწყვეტილი, არ აქვს გადაწყვეტილი რა უნდა და ცდილობს სინჯავს იმასთან. არ ვიცი, ესე ძნელია თქმა, ზერელეთ, არ მიყვარს ხოლმე. კარგი. ანუ ეს ჩვენი ძვირფასი ფრაზა. დიახ, ძვირფასო, როგორც შენი დღე საყვარელო. ძალიან კარგად მოქმედებს და ჭრის და სხვა შორის ეს რა ყვებოდა რომ რაღაც ეს საუბრობდა წყვილთან, წყვილი იყო მასთან მისული კონსულტაციაზე და ქალი რაღაცას უმტკიცებდა კაცს, კაცი რაღაცას უმტკიცებდა და ეს ტრენერი უბნება რომ ერთადერთი ფრაზა არისო, გინდაო გასწავლიო, თუ გინდაო რომ აი დაგილაგდესო ურთიერთობები და კიო მინდაო და ეს კაციც რო გაიგონებს არაუშავსო, კაი არაუშავსო და ეს უთხრა ხო да дорогой, конечно, как ты скажешь, любимый. ხო და ეს კაციც უყურებს, გაიგე, ხა ხვდები რომ ერთ მხრივ ეს თამაშია, რაღაცა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ მოტყუებასავითაც არის, ხო, იმიტომ რომ ყველაფერში ხო ვერ ეთანხმები, მაგრამ მაინც ამას აკეთებ. და ეს კაცი უყურებს, ამ ყველაფერ ახსნას უსმენს და ეთანხმება. კიო, ესი არისო, მაინც იმოქმედებს. აი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ ამას ეს ხრიკია და ხრიკად ხმარობს ეს ჩემი ქალი, მაინც იმოქმედებსო, გამიგეთ? ასე რომ სცადეთ, მე მიცდია ძალიან კარგად მუშაობს. კარგი, მზად ხართ ახლა გადავიდეთ მედიტაციაზე. ანუ გოგოებო, ეს გუშინდელი ჩვენი ვებინარი, დღევანდელი ვებინარი, ეს არის დიდი პროგრამის ნაწილი. ხო? ამიტომ ჩანაწერები დასწრება კი გავაკეთე თავისუფალი, ვინც დღეს დაესწრება, გუშინ დაესწრო მიიღებს ამ ცოდნას ძალიან კარგი, მე არ მენანება, მაგრამ ჩანაწერები არის მხოლოდ მათთვის, ვინც შეიძინა ეს პროგრამა. მამაკაცის ბუნებაზე, ფსიქოლოგიაზე, აი ძალიან ბევრი რამ აბსოლუტურად ნათელი გასაგები ხდება, როგორ მიუდგე, როგორ დაელაპარაკო, ის რატომ იქცევა ესე და არა ესე, ხო? და ცხოვრებაში ძალიან გეხმარება ეს ცოდნა. პროგრამას ქვია ფრთხილად მამაკაცი გამოყენების ინსტრუქცია. და ამ პროგრამის შეძენა შესაძლებელია, ხვალიდან 25 ლარი. ასე რომ თუ დაგჭირდათ და მოინდომეთ, დაგვიკავშირდით, მოგწერეთ შეძენათ ხო Facebook-ზე და ქეთი მოგაწვდით კოორდინატებს. კარგი, ეხლა პლუსები ჩატში და გავაკეთოთ მედიტაცია, რომელიც შეგვავსებს ჩვენ ყველას აქ მყოფებს ენერგიით. და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ჩანაწერშიც მოქმედებს. როდესაც ჩანაწერს უსმენ, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეგიძლია გააკეთო. შორენა, კარგია რომ მოხვედი და გული დამწყდას, გული მწყდებას, ამბობ, დაუკვირდით გოგოებო თქვენ სიტყვებს. აი ესეთი უაზრო, უმნიშვნელო რაღაცისთვის ამბობ, გული დამწყდა. წარმოიდგინეთ დაწყვეტილი გული, რასაშინელი სანახავია და ადამიანს რა ემართება ამის შედეგად. ამიტომ ასეთ სიტყვებს არ ვხმარობთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სიტყვებს.
კარგი, აბა ჩემო მოხერხებულად დაბრძანდით. ცოტას მუსიკას სულ, ცოტას რომ ავუწიო ხმა ხომ, უფრო კარგი იქნება, უფრო კარგად ჩავერთვი. აი ესე ნორმალურია მუსიკა? 1 2 3 ჩემი ხმაც ისმის მუსიკაც ისმის, ხო? ძალიან კარგი. ესე იგი, მოხერხებულად ჩდებით, ხელები და ფეხები არ გადააჯვარედინოთ. კარგი იქნება თუ საყრდენი ექნება ბეჭებს. ხო? და დახუჭეთ თვალები და გააკეთეს ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. და ამ სუნთქვის დროს მოეშვი. თითქოს მოწყდი ამ ჩვენ აჩქარებულ სამყაროს, ნერვიულ სამყაროს და შენს შიგნით, შენს სხეულში იპოვე სიწყნარის წერტილი, შენი შინაგანი ცენტრი. ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო მოშვებული როგორ იცი, აი წყნარი შინაგანი დაძაბულობა რომ არ გქონდეს. კიდევ ერთხელ ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და შეიგრძენი რომ ხარ მხოლოდ აი ამ მომენტში. არც მომავალში ხარ, არც მომავალზე ღელა, არც წარსულს მისტირი და განერვიულებს. აი ამ წუთას ხარ, აი სიცოცხლის აი ამ მონაკვეთზე. და მხოლოდ აი ამ მონაკვეთში ცხოვრობ სინამდვილეში. დაიდე ხელი შუბლზე და მოусმინე შენს აზრებს. დააკვირდი, რა ტრიალებს თავში. ნება მიეცი ამ აზრებს, რომ იყვნენ, არ შეეწინააღმდეგო, არ გაუძალიანდე. იყოს ეს აზრები. და როდესაც აზრებს ნებას აძლევ და ადგილს აძლევ, ნებართვას აძლევ. ისინი ნელ-ნელა წყნარდებიან და თავში სიჩუმე ისადგურებს. ეხლა ხელი გულზე გადავიტანოთ. და დაუკვირდი ყველა შენს ემოციას, გრძნობას, რა ხდება შენს გულში, რა გტკივა, რა გიხარია, რა გაღელვებს. არ გაუძალიანდე ამ შენ გრძნობებს, უბრალოდ ყურადღება დაუთმე და სცნე, რომ დიახ, ჩემს გულში აი ეს ემოციები დღეს არსებობს. ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა და ხელი გადაიტანე მუცელზე და შეიგრძენი, რას გრძნობს შენი სხეული, ფიზიკური შეგრძნებები რა არის. იქნებ რაღაც უნდა, რაღაცა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აქვს. იქნებ რაღაც ტკივა, ან უბრალოდ რაღაცას შეიგრძნობს, როგორ ეხება, არ ვიცი, იატაკს, სკამს, ტანისამოს. არ გაუძალიანდე ამ შეგრძნებებს, მათაც მიეცი ადგილი დაუთმე შენი ყურადღება. და ახლა გადაიტანე ყურადღება მუცლიდან გულზე, შემდეგ თავზე, აზრებზე და შეიგრძენი შენი არსების 3 გონი, თავის გონი, გულის გონი და სხეულის გონი ერთად შეთანხმებულად მუშაობს. და დატკბი შენი არსებობით წყნარი, აუღელვებელი,
გაწონასწორებული, არ ღელა, არსად არ მივდი, არაფერზე არ ნერვიულობ, არაფერს არ მოითხოვ, უბრალოდ ხარ. და რა კარგია, რომ ხარ. და ეხლა ორი ხელი ერთმანეთს გაუხახუნოთ, ისე რომ ძალიან გაცხელდეს, კარგად რომ გაცხელდეს, ესეთი ენერგია გამოიყოფა ხოლმე ამ დროს, ხო? გაუხახუნეთ, კარგად გაუხახუნეთ და კარგად რომ გაცხელდება, დაიდეთ ხელები მუცელზე. ისე რომ მარცხენა ხელი იყოს უშუალოდ მუცელზე, ხოლო მარჯვენა მის ზემოთ. გახსოვდეს, რომ ხარ აუჩქარებელი. არსად არ გეჩქარება. აკეთებ აი იმას, რასაც აკეთებ და სხვა არაფერზე არ ფიქრობ და არ ღელა. ისევ ღრმა შესუნთქვა, ამოსუნთქვა. კიდე. ღრმა შესუნთქვა და ამოსუნთქვა. და ახლა გადაიტანე შენი ყურადღება მუცელზე, მუცლის ქვემოთა ნაწილში. და წარმოიდგინე სინათლის სხივი, რომელიც შენი ხელის გულებიდან შედის მუცელში. და მუცლის ქვემოთა ნაწილს, იქ სადაც ჩვენი საშვილოსნოა, ავსებს ეს ენერგია, ეს სინათლე. სულ უფრო მეტი და მეტი. წარმოიდგინე, როგორ იღვრება ეს სითბო, სინათლე და როგორ ივსება შენი ქვედა ჩაკრები აი ამ ცხოვრებისეული ენერგიით. და ეხლა წარმოიდგინე, რომ შენს საშვილოსნოში იფურჩქნება ლამაზი ყვავილი. დაინახე ეს შენი ყვავილი როგორია, ყველას თავისი ყვავილი ექნება. შენ კიდევ წარმოიდგინე, რომ თითქოს აი მთელი შენი არსება აი ამ შინაგან განცდაში არის ჩართული, აი თითქოს შენი თავის შიგნით ჩაყვინთე, როგორც უსასრულო ოკეანეში. ჩაისუნთქე და ეხლა აი ეს სინათლე და ცხოვრებისეული ენერგია წამოიღე მკერდისკენ, გულისკენ. და შეავსე სიყვარულის ცენტრიც, ხო? აი ამ ენერგიით. ეს ენერგია კიდევ უფრო მეტი გამომუშავდება და შეავსებს შენს სხეულს, მხრებს, ხელებს, ქვემოთაც ფეხებში ჩაიღვრება, გადადის ზურგზე, გადადის კისერზე, თავზე. წარმოიდგინე მთელი შენი სხეული, თეთრი სასიცოცხლო ენერგიით, ღვთაებრივი ენერგიით, სიყვარულის ენერგიით არის სავსე. აუღელვებელი, მოდუნებული და მშვიდი. დატკბე ამ მდგომარეობით. გაუღიმე ამ მდგომარეობას
გაუღიმე შენ ქალურ ძალას, გაუღიმე სამყაროს და შენთვის შინაგანი ხმით ამბობ, მე მიყვარს ჩემი თავი. მე შენ მიყვარხარ. მე მიყვარს სამყარო. მე მიყვარს ცხოვრება. მე მიყვარს. მე სიყვარული ვარ. და ახლა გაიხსენე შენი საუკეთესო თვისება, კარგი თვისება, რაც გაქვს. შენი სინაზე იქნება ეს სილამაზე, სიკეთე, შრომის მოყვარეობა, ალტრუიზმი. რაც შენ ბევრი გაქვს, იცი რომ აი ეს ძალიან ბევრი მაქვს. და ეხლა წარმოიდგინე, რომ ჩვენ ყველანი ვდგავართ ცენტრში, ხო? და ყოველი ჩვენთაგანისგან, აი ამ ცენტრის წრის ცენტრში მიდის აი ესეთი ენერგიის ჭავლი. აი ამ ყოველი ჩვენთაგანის კარგი თვისებისა, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს. და რომელიც შეგვიძლია რომ გაუზიაროთ და იცი რომ არაფერი არ მოგაკლდება, პირიქით უფრო გაძლიერდება და უფრო გაჩახჩახდება ეს შენი კარგი თვისება. და წარმოიდგინე რომ ყოველი ჩვენთაგანისგან მიდის აი ესეთი ჭავლი ენერგიის და გაერთიანდება და ადის ზემოთ. სადაც ერთი მეორეს ხვდება ყველა რჩეული ქალის ძალა და საუკეთესო თვისება. და შენი საუკეთესო თვისება უერთდება სხვა ქალების, ჩვენი წრის ქალების, შენი ოჯახის, შენი საგვარეულოს ქალების, შენი ქვეყნის ქალების და მთელი მსოფლიოს ქალების საუკეთესო თვისებებს. ავსებს და ამდიდრებს ერთი მეორეს. და ყველა შენს დობილს, ჩვენ ხო ყველა დობილები ვარ, გაუზიარეს შენი საუკეთესო თვისება, ეს ენერგია. შეიძლება ის შენთვის ძალიან ბევრია და ნაცნობია, სხვას კი აკლია ეს თვისება. და სწორად ყოველი ჩვენთაგანი ამას გასცემს და იღებს სხვებისგან იმას, რაც აკლია. და ახლა აი ამ დანარჩენმა შენმა დობილებმა გაიგონეს შენი. იციან შენ რა გაკლია, რომელი ენერგია გაკლია, რომელი თვისება გაკლია. და ისინი გიზიარებენ და გავსებენ ამ თვისებით. სამყაროს ესმის შენი. და მიიღე ეს ენერგია, შეივსე, ისიამოვნე, ჩაიტვირთე ყველაფერი საუკეთესო. შეავსე მთელი შენი არსება ამ საუკეთესო თვისებებით. და ახლა ისევ გადავიტანოთ ყურადღება მუცლის ქვემოთ ადგილზე, ხო, საშვილოსნოზე. და ისევ დაინახე ის ლამაზი ყვავილი, რომელიც იქ გაიფურჩქნა. და ახლა წარმოიდგინე, რომ ეს ყვავილი თითქოს ქრება, მაგრამ უყალოდ კი არ ქრება, აი მთელ შენს არსებაში გადადის. და ახლა შენ ხარ აი ეს მშვენიერი ყვავილი, მშვენიერი სუნი, მიმზიდველი, ლამაზი,
წარმტაცი, რომელსაც ბევრი კარგი ახალი თვისება აქვს. ყველა ის თვისება, რომელიც გეგონა აქამდე რომ გაკლდა. აი ახლა ამ თვისებებით შეივსე. მადლობა მოუხადე სამყაროს. მადლობა მოუხადე ქალებს, ყველას, ვინც ამ წუთას ამ მედიტაციაში იყო, თუ საერთოდ ოდესმეს გაუკეთებია. ისევ შეიგრძენი შენი გულის სიღრმეში სიყვარული და გაუზიარე ეს სიყვარული გარშემო სამყაროს. დღეიდან შენს არსებაში გაჩნდა ახალი თვისება. ახალი თვისების მარგალიტი, ასე ვიტყოდი. იმ თვისებისა, რომელიც შენ გაკლდა. არ ვიცი, გააზრებული გქონდა, თუ შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ რაღაც გაკლდა. შეიძლება ეს თავდაჯერებულობა იყო. შეიძლება საკუთარი თავის დაფასება, შეიძლება სექსუალურობა, შეიძლება გახსნილობა, გაღება, გულის გაღება. შეიძლება პირიქით საზღვრების დაცვა, არ ვიცი, ვის რა აკლია ხოლმე, ხო? ყველა ჩვენთაგანს რაღაც ბევრი აქვს, რაღაც კიდე აკლია. და დღეს აი ეს ახალი თვისება შევიძინეთ ყოველმა ჩვენთაგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და გავახილოთ თვალი. აბა გამიზიარეთ გოგოებო თქვენი შთაბეჭდილებები. რა იგრძენით? კი, მართლა ძალიან კარგია. აი ხანდახან ეს ფიზიკურ დონეზე არის ხოლმე შეგრძნებები, არა მხოლოდ წარმოდგენით, არა მხოლოდ აი ემოციაში, არამედ აი ხანდახან აი შუფ ეს თითქოს რაღაცა შემოვიდაო სხეულში. კი, ძალიან კარგი რაღაცა. ქალები ხო ძალიან ძლიერები ვართ. კი, სწორად ენერგიით შევსების ტექნიკაა. მაია მედიტაციის დროს დამადგომნის ინსპექტორი. არა უშავს მაინც შენ პროგრამაში ხარ და ჩანაწერი გექნება. კარგია გოგოებო. მადლობა ქეთა. მაი მოიცილე ახლა ეგ შემზღუდველი რწმუნებულება. ბედი კი არა და ეს. უბრალოდ მოვიდა რა ბედი რა. უბრალოდ შენ იოლგზებს არ ეძებ. ზუსტად კი ესია ხოლმე ელენა, კარგი ფრაზა თქვი, ზოგადად რაც გჭირდება, ის ხდება. პაულო კოელიოს აქვს, მე მგონი ალქიმიკოსში, როდესაც ორი ქარავანი უდაბნოში ხდება, ვარიანტი არ არსებობს, რომ რაც ერთ ქარავანს სჭირდება, ის მეორეს არ კონდეს და პირიქით, რაც ერთს თქვათ წყალი დააკლდა, მეორეს წყალი ექნება, ერთს მარილი შემოაკლდა, იმას პირველს მარილი ექნება, ესეა ცხოვრება მოწყობილი. გარშემო სამყაროში არის ბალანსი, წონასწორობა. გული დამწყდას ნუ ამბობთ ქალებო. კი, რა თქმა უნდა, შეგიძლია გააკეთო მარტო. რატომაც არა, აბსოლუტურად. ხო? აი ჩვენი წრე 25 ადამიანი ვიყავით, გვაქვს, ხო? სხვა ქალებსაც ხო გაუკეთებიათ ეს მედიტაცია, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ქალებს და აი ამ მედიტაციაში უერთდები აი ამ ქალურ ძალას. თეო, ნებისმიერი აი ესეთი ენა როგორ არის? ენა გამიხმა, თავი გამიხმა. რაღაც ეგეთი სულელური სიტყვები. გული დამწყდა, ნეტა ფეხი მომტეხოდა, დაეფსო თვალები. ეგეთი რაღაცები არ უნდა ვთქვა.
ხო, იმიტომ რომ ახდება მართლა. კარგი, აბა გოგოებო, ხვალ დამუშავდება ჩანაწერები პროგრამის ჩატში დაიდება. ვინც არ ხართ ჩატში, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, შეიძინოთ პროგრამა და 11-ში საღამოს ორშევაც გელოდებით ვებინარზე ვიზუალური ჩაკროდიაგნოსტიკა. მადლობა, აბა, კარგად. მე ვამბობდი ნეტავად გავხდე წონაში დავეკლებთ ხო და 3 დღეში კინაღამ მოვკვდი ხო და რა თქინდა ეგეთი გახდომა კარგი რა 10-ში მივდივართ კი 20 ადამიანი შევიკრიბეთ 10-ში გერგეთში მივდივართ მადლობა გოგოებო კარგად